ზაფხულის სეზონი ბათუმში ოფიციალურად ივნისიდან იხსნება, თუმცა ვიზიტორთა რიცხვი ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალია. ზაფხულის განმავლობაში აჭარაში ფესტივალების, კონცერტების, სპორტული ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვა იგეგმება. ქართულ ბაზარზე ცნობილი სასტუმრო ბრენდების გამოჩენამ მარკეტინგის სფეროში კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა. რა დატვირთვა მოდის სასტუმრო სექტორზე და მოლოდინის საკურორტო სეზონის წინ ნათია ლომაძის რეპორტაჟში. საქართველოს შესახებ ყველა სახის ინფორმაციას უცხოელი ვიზიტორები უკვე მეხუთე თვეა აქ. სარფში ქვეყნის საზღვართან იხებენ. სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნა, ტურების შეძენა და სარეკლამო მასალებით სარგებლობა ნებისმიერი ტურისტისთვის ხელმისაწვდომია. სარფის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორებს სუვენირებს, ადგილობრივ პროდუქციას, ინფოკარტებსა და ქალაქის რუკებს თავაზობენ. ბათუმში ბევრი ადგილი მოვინახულეთ, დავათვალიერეთ ძველი და ახალი ბულვარი, ვნახეთ მუსიკალური შადრევანი, მანამდე კი ყველა სახის ინფორმაცია ტურისტულ ცენტრში მივიღეთ. აქ ქალაქის რუკაც გვაჩუქეს და ტურისტული ობიექტების შესახებ სარეკლამო ბროშურებით. მივიღეთ საჭირო ინფორმაცია, რაც ძალიან დაგვეხმარა უკეთ დაგვეგეგმა დასვენების დღეები. ფიქსირდება დიდი ნაკადი ტურისტებისა, კერძოდ თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ევროპის და უკრაინის მოქალაქების. ისინი იჩენენ ინტერესს როგორც ციცი ტურების, ასევე ტურების, რომელიც ტარდება მაღალმთიან აჭარაში, ინტერესდებიან ბათუმისა და აჭარის ღირსშესანიშნავი ადგილებით. სარფის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, ყოველდღიურად მხოლოდ ამ ტურისტულ ობიექტს 600-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ტურისტების სიმრავლესთან ერთად წელს გაზრდილია ვიზიტორების გეოგრაფიაც. ჩამონათვალში მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, თუმცა წელს პირველად წამყვან პოზიციებზე ევროპელი დამთვალიერებლები არიან. ამ სეზონზე პირველ რიგში ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით. ეს ქვეყნებია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველოში მოგზაურობის დიდი ინტერესი რუსეთმაც გამოხატა, რადგან ვიზები მოიხსნა და ჩამოსვლა გამარტივებულია. საქართველოს მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით ვიზიტორებს აჭარის მაღალმთიან რაიონებში მოგზაურობა იზიდავთ. 2012 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმს რამდენიმე ახალი სასტუმრო და რესტორანი შეემატა. ცნობილი ბრენდების გამოჩენა მარკეტინგის სფეროში კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა. ტურისტების რიცხვთან ერთად წელს სეზონის ხანგრძლივობაც გაიზარდა. მაისის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ სასტუმროებში ნომრების დიდი ნაწილი უცხოელმა ვიზიტორებმა უკვე დაჯავშნეს. სეზონი, რომელიც ივლისის დასაწყისიდან იწყებოდა, დღესდღეობით იწყება უკვე მაისის დასაწყისიდან. და თუ ეს თავდებოდა ხოლმე სექტემბრის პირველ დღეებში, ეხლა უკვე 15-20 ოქტომბრისთვის ახერხებს, ანუ სეზონი გაიზარდა. ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ბათუმში სეზონი დიდი იყოს და ეს სეზონი არ იყოს მხოლოდ ზღვასთან და მზესთან ასოცირებული, იყოს კონფერენციებთან, ღონისძიებებთან, გასართობთან, საერთაშორისო შეხვედრებთან და ასე შემდეგ. ნომრების უმეტესობა დაჯავშნულია, მოთხოვნა არის არა მარტო ადგილობრივი ტურისტებიდან, ასევე უცხოეთიდან, ველოდებით პოლონეთიდან, ისრაელიდან და მთელი რიგი სხვა უცხოური ქვეყნებიდან სტუმრებს. ძირითადად ჩვენთან ჩამოდის ის ტურისტები, რომლებსაც სურს დასვენება ზღვისპირას, იმიტომ რომ ზღვიდან მარცხ 10 მეტრო მოშორებული და არა მარტო დამსვენებლობისა, ასევე მასპინძლობთ რამოდენიმე ღონისძიებას, რომელიც ზაფხულში იგეგმება აჭარაში. საზღვაო ტურიზმის მოყვარულების გარდა ბათუმში დასვენებას სამეცნიერო, ეთნო, ეკო, მაის და სამთო ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებიც გეგმავენ. ზაფხულის განმავლობაში აჭარაში ფესტივალების, კონცერტების, სპორტული ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვა იგეგმება. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დადი სექტორი საქართველოში. ყველა რეგიონში მიდის მშენებლობა დღეს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია, რადგან აჭარაში დღეს გვაქვს 6000 ოთახი უცხოელებისთვის, რომელიც არის თითქმის ყველა დაჯავშნილი უკვე ზაფხულის სეზონისთვის. წელს უპრეცედენტო მოთხოვნაა სასტუმროებზე, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში უმრავლესობა სასტუმროების უკვე არის დაჯავშნილი. ასევე ინიშნება, დანიშნულია უпростоრად ჩარტერული რეისები ბათუმის მიმართულებით უკრაინიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და ჩვენ ველოდებით ტურისტულ ჯგუფებს და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს გვეყოლება დიდი რაოდენობით პოლონელი და რუსი ტურისტები. აჭარაში საკურორტო სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში ტურიზმის კვირეულით გაიხსნება. ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება. ქრანების ფესტივალი, სამგანზომილებიანი მხატვრობა ბათუმის ქუჩებში, მუზეუმები, ღია ცის ქვეშ და სამეცნიერო კონფერენციები. ამ პროგრამით 2012 წლის ზაფხულის ივენთების კალენდარი გაიხსნება.